ქართული მართლმსაჯულების მიერ თაღლითობაში მხილებული ამერიკელი სენატორისა და ჰელსინკის კომისიის ინსპირაციაა ჯინ შაჰინი ამჯერად ქართული დემოკრატიის საფრთხედ გიორგი ბაჩიაშვილის სამართლებრივ საქმეს განიხილავს. ანალოგიურ მასშტაბს ძენს საკითხის კომისია, რომელიც როგორც წესი ოპოზიციის იდენტური არგუმენტებით მსჯელობს. გიორგი აბაზაძის რეპორტაჟი. ლობისტური ინტერესებით ნაკარნახევი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და ქვეყნის შიდა პროცესების სუვერენულობის ხელყოფის მცდელობა. დასავლური ლობიზმის ხოლგა ამჯერად ფულის გათეთრებასა და კორუფციაში მხილებულ ბაჩიაშვილს გადააფარეს. შერჩევითი ინტერესით მოქმედი ამერიკელი სენატორი ცდილობს დაამტკიცოს, რომ კანონდარღვევის აღკვეთა და სამართლებრივი პასუხისგება დემოკრატიაზე დარტყმაა. გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმა. სენატორ შაჰინის სოციალურ ქსელ X-ზე დაწერილ ამ პოსტს მალევე იდენტური შინაარსის განცხადებით ჰელსინკის კომისია გამოეხმაურა. კომისია, რომლის მოვალეობა ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დაკვირვებაა, შაჰინთან კოორდინირებულად ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი ამის მაგალითად მოჰყავს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სენატორი და ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოს ზემოქმედებას ცდილობენ. უახლეს წარსულშიც არაერთი მცდელობა ჰქონდათ სამართლებრივი საკითხები პოლიტიკურ ჭრილში წარმოეჩინათ, რითაც რადიკალურ ჯგუფებს უჭერდნენ მხარს და რადიკალიზმს ახალისებდნენ. ბრძოლა deep state-ი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ სამწუხაროდ კიდევ უზელდება. ადამიანი, რომელიც გაიპარა საკუთარი ქვეყნიდან და მერე მადლობა შესაბამის უწყებებს, რომ ის დაპატიმრებული იქნა და წარდგა სამართლმსაჯულების წინაშე, ახლა უკვე გარედან ცდილობს საკუთარი პერსონის ლობირებას, თქვენ იცით, რომ ის ღია დაფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციებს. იმედი მაქვს, რომ ფარასაშველები ჩვენ გავიგებთ, რამდენი გადაიხადა ბაჩიაშვილმა ამისა ლობისტებმა იმისათვის, რომ ის ახლა უკვე ამერიკის დღის წესრიგში დამდგარიყო. თუ ფულის გათეთრებაში მსჯავრდებული ადამიანის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა დემოკრატიაზე თავდასხმაა, ჩნდება კითხვა, სად გადის დემოკრატიის დაცვის ხაზი და ვისი დემოკრატიის დაცვაზეა საუბარი. სკანდალია, მე მგონი, როდესაც ამერიკის კონგრესის წევრი ესარჩლება ფულის გამთეთრებელ მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანს. ეს ხო აჩვენებს საერთო ჯამში იმ კრიზისს, რომელიც პოლიტიკურ ელიტაში არსებობს. ფულის გამთეთრებელს კი არა, წამების სისტემის შემქმნელს სააკაშვილს ესარჩლებოდნენ, ასე რომ ვიცით ახლა ის როგორ ასეთი განცხადებები სად იწერება, როგორ იგეგმება, როგორ ატოხორციელდება და რომ მავნე მიზნები აქვს ქართული ხალხის მიმართ. ბრალდებულის დონეზე დაშვებული ამერიკელი ლობისტები და ქართული დემოკრატიის მებაირახტრად შერაცხული ბაჩიაშვილი. ქართული ოცნებისთვის სამწუხაროა, რომ ჰელსინკის კომისია დემოკრატიის დაცვის ნაცვლად რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერად იქცა. დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან რაღაც ვარაუდებზე ხდება უკვე განცხადებების გაკეთება. არათუ დადასტურებული არ არის, საერთოდ რაღაცა სპეკულაციების სფეროდან არის. თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს, მაშინ მათ შეუძლიათ მიმართონ როგორც ქართულ, ასევე გაერთიანებული საემიროების სამართალდამცავებს. დემოკრატიისთვის ეს ეპითეტები, რომელსაც ასე უხვად ურიგებენ ხოლმე სხვადასხვა ადამიანებს, მე თვითონ ამ ეპითეტების გაუფასურებას იწვევს სამწუხაროდ. ერთი ჩვეულებრივი აგენტია მათი, რომელსაც აკეთებინებდნენ თავის საქმეს და ახლა იცავენ. მაგრამ ეს შეგებულად მაინც გააკეთონ. ბაჩიაშვილის დონეზე რო დაეშვება ადამიანი და დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს და იმის დაცვას დაიწყებს, ადამიანი, რომელიც ითვისებდა სხვის მატერიალურ ქონებას და ფინანსებს და ასევე ახდენდა ფულის გათეთრებას, რომელზედაც ქართულმა მართლმსაჯულებამს განაჩენი უკვე დააყენა, ეს უკვე ყველაფრის მანიშნებელია. არ ინტერესდებიან რეალური ინფორმაციით და მხოლოდ ახალისებენ და ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ, დაასხან წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რადიკალების ასე ვთქვათ, დღის წესრიგს ემსახურება. ნულია ფასი იმ განცხადებების, რომელშიც სიმართლეზე არ არის ორიენტირი, რომელშიც არ ხდება იმ სამართლიანობის და იმ რეალობის აღქმა, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი. ისინი, ვინც მართლმსაჯულების პრინციპული დამცველები უნდა იყვნენ, შერჩევითი ინტერესით მოქმედებენ. პროტესტს მხოლოდ მაშინ გამოხატავენ, როცა საქმეში მათი მოკავშირეები ფიგურირებენ.